მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო დღეს ჩვენ ნახოთ ესეთი გაშლა, რა სულმალი შეიცვლება შენ ცხოვრებაში. და ეს მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ უკვე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი თქვენთვის, რომ ბევრი რაღაცა იცვლება, უკვე ეს იწყება პირველი 3 წელი, რომელიც იქნება გადასასვლელი ახალ ეტაპებზე, ახალ რეალობებზე და ძალიან იქნება აი ქალური ენერგიების გაღვიძება, ძალიან სასიამოვნო პროცესი დაიწყება. ნუ მე ქალებზე მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ ქალთა ქოუჩი ვარ ძირითადად და ამიტომ დღეს მინდა რომ თქვენ ეს შემოგთავაზოთ. უკვე დღეს ჩვენ დავბრუნდეთ გუშინ წაღვერიდან, ვინც ახლა უყურებს დღეს ამ გაშლას როცა დაიდება და უკვე ჩვენ დავიწყეთ ეს არაჩვეულებრივი კურსი, სადაც ახლა იქაც იყო სასწაული ენერგიები ტრიალებდა ძალიან მაგარი და უკვე ასეთ ენერგიებით შევდივართ იმისეთ კურსზე, გოგოების მოთხოვნით გაკეთებულია ეს კურსი და უკვე ნამდვილად ჩვენთვის იქნება ეს სასიამოვნო პროცესი. იმიტომ რომ მართლაც კი გადახვალ, რა თქმა უნდა, მაგრამ პროსტო უბრალოდ გაგირთულდა, მაგრამ როცა უკვე ყავს შენ ახლა დამრიგებელი ადამიანი, რომელიც თემაში არის, იმასთან რა თქმა უნდა უფრო ადვილია ყველაფრის გავლა. ეს არის უკვე ყოველთვის ახლა მასწავლებელთან უფრო ადვილია რამის გაკეთება, ვიდრე როცა შენ თვითონ გადეხარ რაღაცებს. ეს გამოცდილება მე მაქვს ისეც და ვიცი რომ ნამდვილად როცა შენ ყავს წინამძღოლი, ყოველთვის უფრო ადვილია ყველაფრის გადალახვა. ჩვენ ვნახოთ ეხლა რა ენერგიებს შეიმყოფებით, ვისთვის იქნება ეს გაშლა და რა თქმა უნდა უკვე შევხვდეთ კითხები როგორც ყოველთვის მაგ გამზადებული. მინდა რომ აქ შემოგთავაზოთ ეს თემა, რომ აი თქვათ რა იქნება, რომელი სფეროში იქნება, ხო, რა უნდა გაუშვათ, რომ უფრო ადვილი შემოვიდეს თქვენთან ეს ცვლილებები და ნუ ნახოთ აბა რა გამოგვივა ეხლა ჩვენ რა გაშლა გამოვა. მე ძალიან ინტერესებს თვითონაც, ხო? რა ენერგიებს შეიმყოფებით ეხლა, ვისთვის იქნება ეს გაშლა, აბა შევხედოთ ეხლა ჩვენ რა ენერგიებში იმყოფებით ეხლა. აი აქ უკვე ნახეთ ძალიან მაგარი ენერგიები გაქვთ, ძალიან მაგარი ენერგიები ტრიალებს, იმიტომ რომ ნამდვილად უკვე თქვენ ხართ მზად იმისათვის, რომ მოერიოთ, თუ რამე გაქვთ შიში, თუ რამე გაქვთ შპოთვები, თუ რამე გაქვთ თქვათ ეხლა გაუგებარე. თქვენ ნამდვილად მზად ხართ, რომ აი თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ესეთი მშველელი, ესეთი ადამიანი, ან ესეთი სიტუაციები, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, რომ აი ბოლოს და ბოლოს მოუხსნა ის პრობლემები, რაც პრობლემებიც მაწუხებს, ანუ და შევცვალო, იმიტომ რომ აქ არის ხმალები, როცა არის, ეს როცა ადამიანი ბევრ რაღაცაზე ფიქრობს რა. ანუ ვფიქრობ, როგორ გადავლახოთ ჩემი რაღაც სიტუაციები, ეს სიტუაციები შეიძლება ბევრ რამეს ეხებოდეს, ხო? ყველას თავისი აქვს. შეიძლება ზოგოს უნდა რომ აი ყველა სფეროში აბსოლუტურად დავალაგოთ ჩემი სიტუაციები, მაგრამ აი აქ არის მართლა როცა ადამიანი უკვე მიუახლოვდა იმ პოზიციას, როცა მე უკვე მზად ვარ, რომ რაღაცა გავიგო ისეთი, რაც მე დამეხმარება. უკვე თქვენ სამყაროს უკვე გაუშვეთ სამყაროში რა ეს თქვენი თხოვნა და ნამდვილად ბევრი რაღაცა ცვლილება იქნება და ნახეთ უკვე მზად ხართ, აი აქ ვინც იქნება ამ გაშლაზე, უკვე მზად ხართ ახალი გზისთვის და ეს ძალიან სასიამოვნო. კი ბატონო, გამოდიხართ იმ მდგომარეობიდან, როცა თქვათ გეძინათ, ხო? და შედიხართ იმ მდგომარეობაში, მე ყველაფერი შემიძლია და ნახეთ, აი ამ დასტაში ძალიან მიყვარს მთვარის ენერგია, იმიტომ რომ აქ შეხედეთ, აი ამ შემთხვევაში ნახეთ, აქ ქალი უბრუნდება უკან, ეს რას ნიშნავს? ეს არის ქალის ენერგია ყოველთვის, ხო, მთვარე. და რა თქმა უნდა, ქალი უბრუნდება იმ თავის ენერგიებს რა. ანუ ეხლა ძალიან მაგარი გადასვლები იწყება, როცა მართლა ქალები იღვიძებენ, იმიტომ რომ ის პერიოდი, როცა ქალებს ნამდვილად წაართვეს, ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელობა ქალური ენერგიის, ეს მართლა მოხდა აი ძალიან ბევრი საუკუნეების წინ, როცა ქალს მერე აი მისი ციკლები, მისი ყველანაირად, მისი ინტუიცია, ყველაფერი, ანუ ძალიან ასე ვთქვათ
ჩააშავეს რა და ეხლა მოვიდა ეს პერიოდი, როდესაც და მე ქალები გადავიდნენ კაცის ენერგიებზე და უფრო იმიტომაც ბევრი სირთულეები იყო. ნუ აქ ახლა ამ თემებით არ დაღლით, უბრალოდ ახლა მინდა გითხრათ, რომ ახლა ქალებს აქ, ნუ ვინც აქ ხართ ამ გაშლაზე, რა თქმა უნდა თქვენთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ აქ მოვიდა ეს პერიოდი და თქვენ პრინციპი უკვე მზად ხართ იმისათვის, რომ გადახვიდეთ ამ ენერგიებში და უკვე გაიგოთ რა, ანუ საიდან, სად არის ამის დაწყება, სად იყო ეს ქალური ენერგიები რო ჭარბობდა ეს პერიოდი რა იყო და სულ მე ძალიან ვარ აი ენერგიების როგორ იცით უფრო და უფრო აი თამარ მეფის ენერგიები ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ვიცი და რწმუნებული ვარ რომ ის იყო ძალიან მაგარი ქალი და იმიტომ რომ და გონდა მაგას ეს ენერგიები გაღვიძებული, იმიტომ რომ სხვაგვარად აი ესეთ შედეგები რაც ქონდა მის მართლობის დროს ნამდვილად არ ექნებოდა, ნუ ქვეყანაში არ იქნებოდა და რა თქმა უნდა, მაშინ ეს პერიოდი ისეთი იყო, როცა იყვნენ კურუმი ქალები არიან მკურნავები, კურუმი ქალები არიან, ვინცაც იცის საკრალური ცოდნა, ვისაც აქვს ნამდვილად შეუძლია დაეხმაროს ხო, იმიტომ რომ თავისი ენერგიები, თავისი დალაგებული ენერგიებით გამიგეთ და აი აქ ადამიანი აქ ნახეთ დაბრუნება ხდება და ნამდვილად ინტერესიც აქვს რა და კი რა თქმა უნდა ეგ ისეთი ეტაპი არის რა, ზოგი იტყოს სისულელეა, ზოგი იტყოს იმიტომ რომ მგელი და ძაღლიც არის ხო, ზოგი შეიძლება ვერ გაიგებს, მაგრამ სულ მაგას ვამბობ და ვიტყვი, რომ აი ეს გადასვლის პერიოდი ვინც უარყოფს და ზოგი რომ წერს არ მინდა არანაირი ცვლილება, არ მინდა ნუ გინდა, მაშინ იწვალე და იყავი იმ ენერგიებში, სადაც წვალობ. ვისაც უნდა წამოდით და ნამდვილად, ანუ გავიაროთ ეს გზა, იმიტომ რომ მაგით ნახეთ თქვენი ქალური ენერგიები რო გაიხსნება, აუცილებლად შეიცვლება თქვენი ცხოვრება ყველანაირად აბსოლუტურად უკეთესობისკენ, იმიტომ რომ მხოლოდ ქალს შეუძლია, ანუ თავის ენერგიების მართვა როცა იცის, ხო, მაგას შეუძლია ძალიან ბევრი რაღაცების მიაღწიოს რა, შეუძლია რომ გახდეს, ანუ ისეთი სასურველო ქალი, როცა ანუ ყველა მისი სურვილიც რო სრულდება, ხო? სიუხვე, ბედნიერება, ქალური, როგორც დედა, როგორც მეუღლე, როგორც უბრალოდ ანუ საყვარელი ქალი არა აქვს მნიშვნელობა. ნუ ეს ძალიან მაგარი პროცესი არის და ეს რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერი უნდა ვისწავლოთ ჩვენ, რომ გავაღვიძოთ და მივხვდეთ იმ მნიშვნელობას, რა მნიშვნელობაც დევს ამ ქალურ ენერგიებში რა, იმიტომ რომ ქალური ენერგიები კიდე ყველა მაგას ამბობს, ზოგს გონია, ნუ ისე და სექსუალური ვარ. არა. თუ შენ სექსუალური ხარ, თუ შენ რა თქმა უნდა ხარ, ნუ აქ იცით რა არის? ადამიანი, რომელშიც უკვე ყველაფერი არის, ხო, დაუშვოთ ახლა სექსუალურიც ხარ, შენ სექსუალური ენერგიას მართავს, შენ თუ დაუშვოთ ახლა არაჩვეულებრივი პარტნიორი ყავს, გვერდით, ხო, შენ თუ დაუშვოთ, ანუ შენ ხარ განვითარებული და შენი საქმე გაქვს და შენ იცი. ნუ აქ არ იქნება, ხო, დაუშვოთ, რა თქმა უნდა, ხა, იმიტომ რომ იმის ცხოვრება ისედაც დალაგებული არის ყველანაირად, ხო? ხო და მე ვარ აქ იმიტომ რომ ეს უფრო მეტად, მოდით ასე თქვათ, მაქვს და მინდა რომ გაგიზიაროთ, იმიტომ რომ ნუ რატო უფრო მეტად, იმიტომ რომ მე სულ ჩემს თავზე ვმუშაობ და ვაგრძელებ კიდევაც და ამიტომ რა თქმა უნდა, რაც შემიძლია, რაც ვიცი, მინდა რომ გავუზიარო უფრო მეტ გოგოებს, რომ აი როცა ქალი მართავს, მაშინ არის სიმშვიდე ქვეყანაში და ოჯახში და ყველგან. დამერწმუნეთ, ხო? დამეთანხმეთ. ნახოთ, პირველი კითხვა ჩვენი იქნება, რა არის მთავარი, ანუ ეს ცვლილება უკვე დგას შენს ცხოვრების სხეულზე. აი, ნახოთ. ანუ რა ახალი ეტაპი უკვე იწყება შენს ცხოვრებაში. ნახოთ. რა თქმა უნდა, შევხედოთ ჩვენ, ანუ რომელ სფეროს უფრო შეეხება, ანუ ყველაზე მეტად, რა, რომელ სფეროს უფრო ყველაზე მეტად შეეხება. ანუ ეს შეიძლება სიყვარული, ფინანსები, ხო, სამსახური, ოჯახები, ნახოთ, რას გვაჩვენებენ, ხო? რას უნდა დაემშვიდო შენ, რომ ეს უკვე ცვლილებები მარტივად და ჰარმონიულად მიიღოს შენმა ცხოვრებამ. ანუ შეიძლება შიშები იყოს, შეიძლება წმენები, ან რაღაცა წარსულის გამოცდილება, ეს ყველაფერი რა.
Так, ეს დავდიხო მე მესამე პოზიცია, მეოთხე არის, ანუ როგორ უნდა იმოქმედო, რომ ეს ცვლილებები შენს სასარგებლოდ განვითარდეს. ეს როგორც რჩევა ისეთი იქნება და პლუს კიდევ ნახოთ, ანუ რით დასრულდება ეს ცვლილებები და რა ახალი შესაძლებლობები გელოდებათ. აი ნახოთ ახლა, გავაგზავნე ესე 5 კითხვა. Ну, ნახეთ ახლა რა თმინდა. აჰა, ნახეთ. აქ უკვე ნამდვილად, როცა ადამიანს აქ ბევრი რაღაცები გამოვლილი და უკვე ადამიანი მზად არის, აქ უეჭველი მზად არის ადამიანი, რომ წავიდეს ახალში რა. ეს აქ უკვე შეგვიძლია დავასრულოთ, ხო? კარგით, დავიწყოთ, რადგან გვაქვს მომზადებული კითხვები, ჩვენ დავიწყოთ. ანუ მთავარი ცვლილებები რა იქნება, რა უკვე შემოდის, აი სულ უახლოს მომავალში, რა შემოდის. ნუ ნახეთ, რამხელა წინსვლა. არის ძალიან დიდი წინსვლა, რა თქმა უნდა, ეთლი ეს არის, როცა მე უკვე აი გახარებული ვარ, როცა უკვე ნამდვილად ეს არის რაღაცა, ანუ ისეთი ენერგია, როცა ყველაფერი იცვლება შენ ცხოვრებაში, როცა მოდის, ანუ ენერგია შემოდის შენ ცხოვრებაში, როცა შენ უკვე ანუ შეაჯეგი რა, даже ორი ცხენი ხო და გარბი ხარ უკვე. ანუ ნახეთ, ეს დუალობა ხო არის, აი აქ ეს ამ დუალობიდან გამოდიხარ შენ და მიდიხარ, ანუ მიყავ ხარ ამას წინ, იმიტომ რომ ხა ეს დუალობა მართლა დასრულდება მალე და ეს ცუდი და კარგი არ იქნება, ყველაფერს აქვს, ანუ ისედაც ჩვენ უკვე ბევრს საუბრობთ, რომ ყველაფერი რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში არის რაღაცისთვის, ხო? და ცუდი და კარგი ისედაც არ არსებობს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ მიდგომა როგორი გვაქვს და ნამდვილად ახლა ცუდი და კარგი არ არის, ჩვენ ეს ყველაფერი მიგვაქვს და ერთად მივიდეთ ჩვენ, ანუ ეს არის როგორ იცით, როცა შენ უკვე იცი როგორ უნდა შეხედო სწორი თვალი თქვათ, აი იმ ცუდსაც და იმ კარგსაც რა, ანუ დაუშვათ თუ მოხდა რამე არასასიამოვნო სიტყვაზე შეხვედრა შენს პარტნიორთან თუნდაც, შენ უნდა პირველ რიგში დაფიქრდე, რომ აი ეს ცუდი კი არა, ანუ რა უნდა გავიგო მე, რა უნდა და ამ საქციელით მას ეთქვათ. ნუ ეხლა ვინც პირველად უყურებს ჩემს არხზე პირველად ხართ, მე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ მე კი ვარ კარმული ფსიქოლოგი, მე ხო აი კი ვარ და იმიტომაც მე უფრო სულების დონიდან ვიცი და უფრო მაინტერესებს და უფრო ადვილად შემიძლია ადამიანს ეს აუხსნა ასეთი თვალსაზრისით და იმიტომ რომ ჩვენ აქ არ მკითხავთ, იცით კი უკვე ვინც დიდი ხანია ხართ, უბრალოდ ვინც ახალი შემოვიდა, არ გაგიკვირდეთ თქვენ ახლა რო აქ ცოტა სხვანაირი გვაქვს თაროს ჩვენ არ ვიყენებთ აქ სამკითხავთ, არო უბრალოდ ინსტრუმენტი რომელიც ადვილად გვეხმარება გავიგოთ ჩვენ კითხვებზე პასუხებს მივიღოთ. რა სფეროში ნახოთ ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გამოვლინდება რა ეს სიტუაცია. რა სფერო, აი ნახეთ. ნუ ქალური ენერგიები, შეხეთ კურუმი არის. თან როგორი მაღალი არკანები წამოვიდა რა, რომელი სფეროში, რა თქმა უნდა, ყველა სფეროში შეიძლება ვთქვათ, მაგრამ პირველ რიგში ეს იქნება თქვენი გახსნა, თქვენი ქალური ენერგიების გახსნა, თქვენ საკრალური გახსნა, რა თქმა უნდა, საკრალური ენერგიების გახსნა იქნება და ეს არის პირადი, რა თქმა უნდა, პიროვნული განვითარება იქნება ყველა ვარიანტში წავა და ნუ აი ეხლა ვინც ჩემი გოგოები, ვინც უყურებენ, ვინც უკვე ჩემთან არიან ჩვენს ქალთა სკოლაში, რომელსაც ისედაც ჩვენ დავარკვეთ ისიდა, ეს არის აი ზუსტად ეს ისიდა სარკანი არის რა, კურუმის. ანუ რა თქმა უნდა, უკვე გოგოებო უეჭველი, ვინც უკვე ხართ კურსზე, თქვენთვის იქნება ეს ინფორმაცია და თქვენ უკვე უნდა იყოთ დარწმუნებულები, რომ თქვენ ცხოვრებაში ბევრი რამე შეიცვლება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით უკვე თქვი, რომ როცა იხსნება აი ეს ენერგიები, საკრალური ენერგიები, რა თქმა უნდა, ეს ყველა სფეროს შეეხება, გინდა სიყვარულს, გინდა ფინანსებს, გინდა სამუშაოს, გინდა ჯანმრთელობას და გინდა ოჯახს, იმიტომ რომ აი ესა და გინდა შენი პირადი ზრდა, ყველაფერი აბსოლუტურად, იმიტომ რომ შენ ისწავლე სულ სხვანაირად შენი ენერგიების მართვას და როცა შენ იცი ეს მართვა როგორია, შენი ქალური ენერგიების რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვლება. და სხვათა შორის ახლა ბიჭებმაც ჩვენში ხო არის ქალის ენერგია, კაცის ენერგია, როცა ბიჭებმაც ისწავლონ თავისი შიდა ქალის ენერგიების მართვა და უფრო სხვანაირად წაიყვანონ ხო საქმე, თქვენთანაც ბევრი რაღაცა შეიცვლება, რომ იცოდეთ რა.
ვნახოთ ახლა, ანუ რა უნდა დაიმშვიდოს, რას უნდა დაიმშვიდოთ თქვენ, რომ ეს ცვლილებები მარტივად და ჰარმონიულად მიიღოს შენმა ცხოვრებამ. აი ნახეთ რა ხდება საინტერესო. აი ეს კავშირები, რომელიც უკვე თქვენ არ გემსახურებათ, უნდა გაუშვათ, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს, ნახეთ, რაღაცა სიტუაციები, რომელიც შეიძლება შეუშალოს ხელი თქვენს განვითარებას, იმიტომ რომ ნახეთ, არის, აი აქაც ნახეთ, იყო სიგნიფიკაციაზე, რომ თქვენ უკვე პრინციპში უკვე იბრძვით ამ ყველაფერს, რა თქვენ იცით, რომ თქვენ უკვე ხვდებით იმას, რომ არის რაღაცა შეიძლება ურთიერთობები, შეიძლება ეს ნახეთ, ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს არა მხოლოდ პარტნიორთან, შეიძლება მეგობრულიც, შეიძლება ნათესავებრივი, შეიძლება ეს იყოს სამსახურებრივი, ხო? ანუ რაღაცა ისეთი, რაც უკვე თქვენ ენერგიის მიმოცვლას არ გაძლევთ. ნუ მოდით ახლა უფრო ჩვენ დავაზუსტოთ, ხო? ანუ აქ რას გულისხმობენ მაინც, ანუ თქვათ რა არის ახლა ეს შიშები, თუ ეს არის რწმენები, თუ ეს რა ვიცი, წარსულის რამე გამოცდილება, ანუ კონკრეტულად რას გულისხმობთ თქვენ? რას გულისხმობთ თქვენ აქ? რა უნდა გაუშვას? საინტერესოა. უნდა შეცვალოთ, კი ბატონო, აი იგივეს მაჩვენებთ. ნახეთ რა, აი ზუსტად ეს არის რა, რაც მე თქვენ ჩამოგითვალეთ რა. თქვენი მიდგომა უნდა შეიცვალოთ. ნახეთ ახლა რა ხდება. შეიძლება თქვენ ხართ როგორი ადამიანი, რომ ანუ ძალიან გამცემი ადამიანი, ძალიან ბევრს აძლევს სხვებთ რა, ანუ ბევრს ნერვიულობს, თქვა ოჯახზე თუნდაც, ხო? სამსახურზეც, ყველაფერზე. ძალიან ბევრი ენერგია მიდის იქ და ბევრ სიყვარულს და აძლევთ, ხო, მაგრამ უკან ალბათ რადგან ეს უნდა გაუშვათ პოზიციაზე არის, ხო? ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთყობა ენერგიას ბევრს აძლევთ, ხო, მაგრამ უკან არ იღებთ იმას, რაც თქვენ გინებთ, რომ ექვსიანი, აქაც ექვსიანი პენტაკლების, აქაც ექვსიანი პენტაკლების, რას ნიშნავს? ანუ შენ უნდა შეცვალო ეს გაცემა, იმიტომ რომ შენ უნდა იცოდე, ანუ შეცვალო მე-13 ენერგია, როგორც ადრე შენ აძლევდი ამ შენ სიყვარულის, შენს ენერგიას, ეგრე აღარ არის, იმიტომ რომ ნახეთ, კი სიყვარულით უნდა ჩვენ ბევრი რამე ახლა გავიაროთ, მაგრამ უნდა იცოდე ვის უკეთებ, იმიტომ რომ ნახეთ, რას ნიშნავს ხვერპლის როლი, როცა მე ვარ კარგი გოგო, აი ასე მაგალითად უცბად რო გითხრათ და მე მინდა ყველასთვის ვიყო კარგი. მაგრამ ყველასთვის ვერასოდეს ვერ იქნები. მე როცა შენ თვითონ გასცემ, აი ნამეტანს ბევრს რო გასცემ და უკან ვერ იღებ, აი ეს მე უკვე შენ ღლის და მე უკვე შენ ხარ ცუთხასიაც და უკვე აღარაფერი არ გიხარია. მე აღარ მინდა რამდენი რამე გავაკეთე, ის ამდენი სიკეთე გავეცი და უკან ვერაფერი ვერ მიიღე. აი ეს არის შენი შინაგანი მდგომარეობა. შენ რატო აკეთებ ამას? იმიტომ რომ შენ ელოდები, რომ მადლობა გითხრან და დაინახონ ეს შენი სიკეთე, თუ შენ ეს შიგნით შინაგანად გაქვს შენ ეს მოთხოვნილება, რომ მე მინდა უბრალოდ რომ ეს სიკეთე გავცე და არ ველოდები თქვათ ახლა ვიღაცა მადლობას მეტყვის თუ არ მეტყვის, იმიტომ რომ უბრალოდ ეს მინდა, ეს სულ სხვა მდგომარეობა, ეს არის სულ სხვა მიდგომა, იმიტომ რომ თუ დაუშვათ შენ კიდევაც ელოდები რამის, არა, ეს იგი უკვე პროგრამა გაქვს ჩართული, რომ შენ ეს იგი იმიტომ ვაკეთებ მე ამას, რომ დამიფასონ, იმიტომ ვაკეთებ, რომ დამინახონ, მაგრამ აი უკვე შენ თვითონ რომ აკონტროლებ შენს თავს, ხო? და ვისაც გინდა ნამდვილად გულით რომ გასცე შენი ეს სიყვარულის ენერგია, მხოლოდ აი მაშინ უკვე აღარ გექნება, ხა ნახეთ, ნუ აი დაუშვათ შვილებს რა, ხო? აი შვილის ჩვენ ახლა ვაძლევთ ჩვენ სიყვარულს
სიყვარულს უანგაროთ, ხო? ჩვენ ახლა არ ვფიქრობთ, რომ მე ახლა ჩემს შვილს რო ჩავეხუტები და ჩემს შვილს რო ვაკოცებ და მოვეფერებე, უცბად მოვიდეს და მე მადლობა დედიკო, არა, კი შეიძლება გვესიამოვნოს, მაგრამ ეს არის რაღაც მე ვიცი რომ მაინც ყველა ვარიანტში მე ჩემს შვილს რო გავცემ ამ სიტყვის ენერგიას, მე უკან დამიბრუნდება ყველა ვარიანტში. რომ არ დამიბრუნდეს, მაინც ეს არის, იმიტომ მე მინდა თვითონ და არც ველოდები მისგან თქვათ არაფერს, მარტო მის კარგად ყოფნას ველოდები, ხო? მეც არაფერს. მაგრამ როცა შენ გადეხარ სამსახურში, ხო? ან იმისთვის გინდა კარგი იყო, ამისთვის გინდა კარგი იყო, რომ აი ოღონდ რამე თქვათ არ იფიქრონ ჩემზე ცუდი, ხო? და ის ადამიანები მაინც ახლა არ იღებენ იმას ისე როგორც შენ გინდა რომ მიიღონ ეს შენი სიკეთე, ხო? მე შენ გული გწყდება. ამიტომ ნუ აქ ზომიერად მოდით ასე რომ თქვა და აი იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი პოზიცია ეს რო იყოს თქვა ის რომ რა უნდა შენ რა უნდა გააკეთო, აი აქ მართლა ძალიან კარგი ინფორმაცია, მაგრამ ეთყობა აქ თქვენ ნამეტანს აკეთებთ, ნამეტანს უფრო აძლევთ და არასწორად გამიგეთ, ანუ არ არის დაბალანსება არ აქვს, მიხვდით? მე ვაკეთებ ბევრს, მაგრამ არ ვიღებ იმდენს, რაცაც უნდა ავიღო. როცა ენერგიების მიმოცვლა არის დარღვეული, ეს არის ყველაზე ცუდი, შენ გრძნობ თავს ცუდად. აი ელემენტარული დაუშვით ახლა პენტაკლები, ხო, რომ ვთქვათ, აი სიტყვაზე შენ დადეხარ სამსახურში, ანუ იქ იხარჯები მაქსიმალურად, მაგრამ ვერ იღებ თქვათ სათანადო ხელფას და შენ ეს იცი და აი ნამდვილად რომ აი გული სული ვარ, ყველაფერს ვაკეთებ, ყველაფერს აი არაფერზე უარს არ ვამბობ, მაგრამ აი ხელფასი მაქვს ისეთი რომ რა ვიცი და ვერც ვთხოვ დაუშვათ რომ აი მომიმატეთ დაუშვათ, ხო? იმიტომ რომ ისე ცუდი გოგო ვიქნები, ხო? მე მიდიხარ და იტანჯები და ცუდად გრძნობ თავს. აი აქ უნდა შეცვალო ეს მიდგომა, შეცვალო. ანუ თუ შენ გრძნობ რომ ადამიანი მოყვება, თუ შენ გრძნობ რომ თქვა ადამიანი თუ დაუშვათ პირადად ემუშავებ ვინმე, თუ თქვა სამსახურშიც, ხო? იგივე რა, იმიტომ რომ აი ეს ენერგია, ქალური ენერგია ცოტა სხვა რამე არის, გამიგეთ? ნუ ამაზე ახლა კიდევაც გეუბნებით, ბევრს არ ვილაპარაკებ, ვისაც უნდა კი არიან ჩვენთან კურსზე და იქ ჩვენ ვისაუბრებთ მაგაზე. მაგრამ აი აქ გეუბნებით, რომ ცოტა შეცვალეთ ენერგიების მიმოცვლა, ანუ ეს უნდა გაუშვათ თქვენ იმისათვის, რომ თქვენთან ადვილად გაიაროს ამ ტრანსფორმაციამ, დაბალანსება ისწავლეთ. თუ დაუშვათ ახლა შენ თუნდაც პარტნიორისთვის ბევრ რამეს აკეთებ, შენ მას ავსებს შენი სიყვარულით, შენი სითბოთი, ხო? მაქსიმალურად თქვათ ცდილობ, მაგრამ ადამიანისგან მაინც მოდის უარყოფითი, არ არის საჭირო რომ კიდე უფრო მეტი დაამატო. ანუ ახლა ეს იგივე რომ ახლა შენ რო სუფრას გაშლი, ადამიანები უკვე დანაყრნენ იმ დონეზე რომ ვეღარ სუნთქავენ და შენ კიდე ხელახლად კიდე იგივე თქვათ კერძებს ამატებ მაგედას, ხო? ეს გაფუჭდება, არავინ არ შეჭამს, არავის არ უნდა, ხო? იმიტომ რომ ნუ ეს ასე მუშაობს. იგივე აი არის აქაც რა. ანუ ენერგიების მიმოცვლა უნდა იყოს ძალიან სწორად დალაგებული და აი თქვენ ამას მიგითითებენ რა. ნახოთ ახლა ჩვენ ახლა როგორ უნდა იმოქმედო რომ ეს ცვლილებები შენს სასარგებლოდ განვითარდეს, ხო? ნახოთ. ანუ აქ ნახეთ უბრალოდ ნახეთ როგორი ენერგიები რა. აქ პირველ რიგში საერთოდ რაინდე არის ქვერთხების ის ადამიანი, რომელიც აკეთებს იმას, რაც მას უნდა, რაც მას სიამოვნებს. ანუ აქ არის როგორი, თან უნდა იმოქმედო, თან უნდა აკეთო ის, რაც შენ გინდა რომ გააკეთო, რაც შენ გესიამოვნება. ნახეთ, აი ეს არის, ნახეთ, კიდე უნდა გაახსნათ, გაიგო თქვენი კიდე ნიჭი, იმიტომ რომ მეოცე არკანი ეს არის შეიძლება თქვათ კიდე და ჩვენ სხვათა შორის მაგას აბსოლუტურად შევეხებით. ანუ როგორ უნდა გაიგო თქვენი საგვარეულოს პროგრამები სხვათა შორის, ესაც ძალიან მაგარია და პლუს კიდე აქ უნდა გამოხვიდეთ იმ საგვარეულო პროგრამებიდან. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კარმა ეხლა ნულდება და რო არ რამე რო არ დაგჭეთ თქვათ, რაც თქვენ შეიძლება ხელი შეგეშალოთ, აუცილებლად უნდა გაეგოთ თქვენი საგვარეულო პროგრამები. ეხლა რა თქმა უნდა, ჩემთან კურსზე მე გოგოებს სკოლას მე საგვარეულო პროგრამების ახსნა იქნება და რა თქმა უნდა გავარჩევ ჩვენ, იმიტომ რომ თუ დაუშვოთ შენში დარჩა ის რაღაცა
გაუგებარი, მაგ შემთხვევაში, ну, ძალიან ძნელია, იმიტომ რომ აი თქვათ, ეხლა ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ აი მშობლების დედა მამაზე თქვათ, ეხლა ძალიან ღრმად არ შევალთ, მაგრამ აი უფრო ესეთი ლაიტურ მივცემ პრაქტიკებს, რაც უფრო დაეხმარება იმაში, რომ არ გქონდეთ ეს წყენა, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან უშლის, მამაზე წყენა ფული არ არის, როცა დედაზე წყენა შინაგანად ვერ გრძნობ კარგად თავს, არავინ არ გაფასებს და ასე შემდეგ. ანუ არის ესეთი მომენტები, რომელიც უნდა გავიგოთ ჩვენ, ხო, თუნდაც ფულიზე, ხო, ჩვენ გვექნება ერთ-ერთი კიდე ფული და ქალი, ხო, ფული ქალურად. იქაც არის რაღაცა მომენტები, შეიძლება თქვა დაუშვათ, ახლა პროგრამები გააქვთ თქვენ ისეთი, რომ აი ქალები რო ბევრს მუშაობდნენ ძალიან დაუშვათ და რატომ მუშაობდნენ და მე უკვე როცა უკვე გადმოდის პროგრამა, რომ შენ თუ არ ბევრად, ну, მძიმედ არ იმუშავ, შენ თუ ფული თუ გინდა, მაშინ ესე იგი უნდა დაითვირთო შენ, ესე იგი, ანუ სამსახურები და ასე შემდეგ, ბევრი სამსახურები, რთული სამსახურები, ან წადე კარხანაში იმუშავე, ან რაღაცა, ანუ ეს პროგრამები უნდა ჩვენ დავტოვოთ წარსულში, იმიტომ რომ უკვე ჩვენ აღარ გვემსახურება მაგამს, როცა შენ არ იცი და ზიხარ მაგაში, უფრო გირთულდება სიტუაციები. ამიტომ იმისთვის, რომ თქვენ ახლა ეს ყველაფერი უფრო ადვილად დაიწყოს და მაქსიმუმ მიიღოთ თქვენ ამ ცვლილებიდან, უნდა გამოხვიდეთ თქვენ ამ პროგრამებიდან, გამიგეთ და გაიგოთ საერთოდ სხვა ენერგიებით შეიცვლოთ, ხო? აი ჰარმონიულად გამიგეთ, რომ ანუ უფრო ადვილად გავიგებ მე ის და თან პლუს კიდე არ უნდა აქ რა არ სჭირდება ამას გაწელვა. რაც უფრო მალე დაიწყებ შენ ცვლილებებს, რაც უფრო მალე შენ მოინდომებ იმას, რომ მე მინდა შევცვალო ჩემი ცხოვრება, მე მინდა რომ ჩემი ყველაფერი გაიხსნეს, ხო? აქ უნდა გაიგო შენს ნიჭზე კიდე, ხო? მე-20 არკანის, როცა შენში იხსნება ეს ნიჭი, რაც არის შენი საკრალური ცოდნა, რომელიც არის შენში, ხო? და როცა შენ იცი რა არის ეს რისთვის ხარ აქ მოსული, რატო ამას გეუბნები და აქცენტს ვაკეთებ, რომ ჩემთან სწავლობს ძალიან ბევრი გოგოები, ვინც არიან საზღვარგარეთ. და ახლა რა თქმა უნდა იძულებულები იყვნენ გოგოები წავიდნენ, თქვათ, ახლა თუნდაც იმ ძველი პროგრამებით, ხო, რომ შენ ახლა დედა ხარ, უნდა დაეხმარო შვილებს, თუ თქვათ, მამა, ну, იქ უკვე მოხდა აი ეს ძალიან ქართულად ვერ ვიხსენებ ამ სიტყვას, აი პირიკოს, როცა არ არის დაბალანსებული რა, ეგ სიტუაცია, როცა გოგოებმა ახლა ვერ დაინახეს მამაკაცების, თქვათ, ეს ძალა, როცა მაშინ ადრე მამაკაცი იყო შემომტანი და აიღეს ყველაფერი თავის თავზე და წავიდნენ ასეთ მძიმე სამუშაოზე, ხო? მოაკლდნენ თავის შვილებს, თავის ოჯახს, თავის სამშობლოს, ხო? მაგრამ აი ძალიან ბევრი გოგოებმა რატო არიან დაუშვათ ჩემთან, გინდაც ახლა კონსულტაციაზეც მოდიან, გინდაც ახლა იმც რა არის, აი როცა შენ ხვდები ესეთ პირობებში, შენ უკვე ვფიქრდები, აი მე მაგისტვის ვისწავლე, მე მაგისტვის დავიბადე, მე აი ყველა ხო არ დაიბადე იმისთვის, რომ იყოს თქვათ მომვლელი დაუშვათ, ხო? ნამდვილად ადამიანი გრძნობს, კი, კაია ეს ფული და ყველაფერი, მაგრამ ასეთი იმით რა ქვია ხარჯით თუ როგორ თქვა, ხო? ანუ ნამდვილად ადამიანი გოგოებს მე ებადებათ აი ეგეთი მომენტები, რომ ახლა მე ну სხვა რაღაცა მაინტერესებს და ჩემი ცხოვრება მიდის და ამიტომ გინდაც ახლა მატრიცას როცა ვაკეთებთ ახლა, ხო? გინდაც როცა მოდიან ჩემ ტრენინგებზე ჩემთან ახლა, ну ჩემთან ხარ და რა თქმა უნდა მე ჩემზე ვიტყვი ახლა. რა თქმა უნდა გოგოები სხვებთანაც დადიან, რა პრობლემა არის? მთავარია ეხვიძებათ აი ეს ენერგია, რომ კიდე მინდა რაღაცა და დანაც ამ ფულებსაც სხვათა შორის ძალიან სწორედ იყენებენ და ძალიან ბევრ გოგოებს შეიცვალა ცხოვრება. ზოგი დაბრუნდა საქართველოში და აქ უკვე სხვანაირად უკვე ცხოვრება ააწყეს, ზოგი ახლა იქაც თქვა ბიზნესი ზოგმა გახსნეს, ზოგმა თქვა რაღაც კიდეც ეზოტერიკაში შევედნენ. ანუ ეს რას ნიშნავს, როცა შენ უკვე ეძებ იმას, რაც შენ გჭირდება, რაც შენში შემოიტანს ამ ჰარმონიას და ამიტომ როცა იცი რისთვის ხარ მოსული, ხო, აქ ძალიან კარგია რა. კარგით ახლა ბევრს აღარ ველაპარაკებთ. ანუ რით დამთავრდება ეს თქვენი ცვლილება და ნახეთ რა გზა გეხსნება თქვენ, ანუ ოქროთ მოფენილი და ანუ ეს არის აი არაჩვეულებრივი არკანი, ძალიან მიყვარს ამ დასტაში, როცა შენ გაგეხსნება ნახეთ ერთი მედიტაცია გვაქვს ჩვენ ესეთი, რომ ანუ შენ რო გადადეხარ, ანუ ახალ ხიდი რა,
ახალ ცხოვრებაში მიდიხარ, ნახეთ როგორი ზღაპრულია და როგორც ლამაზი არის ეს არკანი რა. ანუ ეს არის ანუ დასრულდება ეს ცვლილება და იმით რომ შენ გადახვალ იმ ახალ რეალობაში იმენა დანახათ ეს არის თასების რაინდე სიყვარულით შენი ცხოვრება სრულიად შეეცვლება რა იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი არკანები მოდის და ძალიან მაგრად ველაპარაკებათა რომ რა თქმა უნდა დასრულდება პერიოდი რომელიც უკვე უნდა დასრულდეს და დაიწყება ახალი შეხედეთ ვაიმე რა სასწაულია შეხედეთ დასრულდება ერთი და ახალი ცხოვრება დაიწყება რაზეც მე თქვენ გისურვებთ